ზელენსკი ფლორიდაში ჩავიდა. უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა დღეს სამშვიდობო შეთანხმება იქნება. უკრაინული დოკუმენტი 20 პუნქტიანია. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სავარაუდოდ გაირკვევა, ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქნება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში. ზელენსკისთან შეხვედრამდე ტრამპი პუტინს ესაუბრა. მისი თქმით, საუბარი პროდუქტიული იყო, თუმცა კონკრეტულად რითი აქ მაყოფილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უცნობია. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ტრამპი და ზელენსკი სატელეფონო საუბარს ევროპელ ლიდერებთან გამართავენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით ამ ეტაპზე უცნობია, ვინ მიიღებს საუბარში მონაწილეობას. იქამდე კი ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერს ესაუბრა და ტრამპთან შეხვედრისთვის მზადება განიხილა. რუსეთმა საზეიმოდ გახსნა მარიუპოლის თეატრი, რომელიც 3 წლის წინ თავად დაბომბა და იქ მყოფი 600-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. მარიუპოლის თეატრი სამოქალაქო პირების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშესაფარი იყო. მიუხედავად შენობის წინ წარწერისა, რომ მას ბავშვები აფარებდნენ თავს, რუსებმა იქ 3 წლის წინ ბომბი განზრახ ჩამოაგდეს. იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა. საერთაშორისო მედიაში ვრცელდება კადრები, როგორ ამოიფრქვა ლავა თოვლით დაფარული ვულკანიდან.